საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს, შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. კიდევ რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი ლატვიაში მიმდინარე ვიზიტის დეტალებს თეონაც ხომელიძე გაგვაცნობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში უკვე დაწყებული არის. დღეს ბიძინა ივანიშვილი შეხვდება ლატვიელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს, ასევე დაგეგმილი არის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სხვა საკითხებთან ერთად განხილვის ერთ-ერთი მთავარი იქნება ვილნიუსის მოახლოებული სამიტი და ის თუ რასელოდება საქართველოს ამ მიმართულებით და როგორი იქნება პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ეტაპზე ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს ამ ურთიერთობათა გააქტიურება. მოგეხსენებათ, რომ ეს ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერები არიან და ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, რომ ვილნიუსის სამიტზე იქნას პარაფირებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ნაწილიც გახლავთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ამ ვიზიტის გაველით, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კუთხიდან გამომდინარე, ველით ინვესტიციების ზრდას, ვაჭრობის და საკმაოდ დაბალ დონეზე ამჟამად ლატვიასთან ვაჭრობის მოცულობა, შესაბამისად, აი ეს კითხვები, რაც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი გასცემს ამ კითხვის პასუხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიაში ყოფნისას ხვალ უკვე დაესწრება რიგის კონფერენციას, რომლის მთავარი თემა არის საერთაშორისო პოლიტიკა და უსაფრთხოება. ამავე კონფერენციაზე საქართველოსთან ჩამოსული არის ასევე რამდენიმე დელეგაცია, მათ შორის ლატვიაში იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანი და ასევე საკრებულოს წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან ერთად ასევე განიხილება სწორედ ვილნიუსის სამიტიც. იმედი მაქვს, რომ ის ძალიან საგანგაშო პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, გულისხმობ პირველ რიგში პოლიტიკურ რეპრესიებს, მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალ მდივნის წინასწარ პატიურობაში ყოფნას, ყოველგვარი საფრთხის გარეშე მუდმივ დაკითხვებს, აქტივისტების ძალადობას დაუსჯელს და ამას დამატებულ სკანდალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრის მიერ ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეჩერდება, შემოტრიალდება და ხელს არ შეუშლის საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდინებული, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული. ჩვენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე დაგეგმილი გვაქვს ორხრივი შეხვედრები ქალაქის მერიაში, გულემრივი მთავრობის წარმომადგენლებსაც აქვს და ეს კონფერენცია და ფორუმი ყოველწლიურად ინარჩუნებს თავის აქტუალურობას და რაც განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოს საკითხი, ფაქტობრივად ბოლო 6 წელია მიუხედავად იმისა, რა კატაკლიზმებიც არ უნდა ხდებოდეს გლობალური მასშტაბის, ყოველთვის განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში ხვალაც გაგრძელდება, რის შემდეგაც უკვე ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრება ესტონეთში და პირველ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იქაც გამართავს. ეს თეონაც ხომელიძე იყო. საქართველოს პრეზიდენტმა